სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით საღამო მშვიდობის. მე მისი წამყვანი, როგორც ყოველთვის პარასკევებით ესმა გუმბერიძე ვარ. გუშინ მსოფლიომ და საქართველომაც აღნიშნეთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე. სწორედ ამ დღეს 1948 წელს გაერო მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. სახელმწიფოებმა გაეროს ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი და ამით აღიარეს ყველა ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე და ასე შემდეგ. თუმცა ყველასთვის ამ უფლების აღიარებამ თავის შედეგი ვერ გამოიღო და ძალიან ბევრი ჯგუფი ადამიანებისა დარჩა ამ უფლებებს მიღმა. ამიტომ გახდა საჭირო კიდევ სხვადასხვა კონვენციების მიღება, ცალკე მაგალითად ქალთა უფლებებისთვის და მაგალითად შიშიმო პირთა უფლებებისთვის ხას გასასვლელად. სწორედ აი კონკრეტულ უფლებებზე სასაუბროთ დღეს მოვიწვიეთ იურისტები. ეს არის ანა თავხელიძე, გიორგი წიქარიშვილი და ლიკა ბაციკაძე. მოგესალმებით ყველას, სამივეს მადლობა დღეს გადაცემაში სტუმრობისთვის. ანა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ლიკა სახალხო დამცველს, ხოლო გიორგი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს. ანა დღეს უნდა გვესაუბრო უფრო მეტად, რადგანაც ახალგაზრდებზე ვართ თან ორიენტირებული. უნივერსიტეტებში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებზე და ასევე სექსუალურ შევიწროებაზე, რომელიც ამ სტერეოტიპების და სტიგმის შედეგი და ასე ვთქვათ, ლოგიკური გაგრძელებაა. ანა, მოდი შენგან დავიწყებთ და ამ თემაზე რომ დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თემას სექსუალურ შევიწროებას და ზოგადად გენდერულ თანასწორობას, ძალიან კარგად და ალბათ ყველაზე კარგად ჩანს მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განსაკუთრებით ბოლო დროს რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას თუ ვიხსენებთ. თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა და პრინციპში დღესაც არიდებს საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ პრობლემის აღიარებას. თავს როგორც წესი ისინი მიიჩნევენ, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში, თუმცა ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე არის ის, რომ სექსუალურ შევიწროება ცხადია ხდება ყველგან და მათ შორის უნივერსიტეტებში. და განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ხოლმე ამ კუთხით სტუდენტები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად შეფასების ან სხვა ბერკეტის გამოყენება ხდება ხოლმე მათ წინააღმდეგ. როდესაც საუბრობთ სექსუალურ შევიწროებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადია პირველ რიგში საუბარი უნდა დავიწყოთ ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმირებაზე სტუდენტების, რასაც ასევე არაკეთებს უნივერსიტეტი, უფრო მეტიც არათუ სტუდენტები, არამედ მათ შორის უნივერსიტეტში დასაქმებულმა, მაგალითად აკადემიურმა პერსონალმა არ იცის სექსუალურ შევიწროების შესახებ, არ იცის რა შემთხვევები მიიჩნევა სექსუალურ შევიწროებად, ვის უნდა მიმართოს და დაცვის რა მექანიზმები არსებობს. შესაბამისად, როდესაც ამ ლექტორებს ან სხვადასხვა აკადემიურ პერსონალს მიმართავენ თავად სტუდენტები, ცხადია ისინი ამას სერიოზულად არ აღიქვამენ და შესაბამისად ხშირად რეაგირებასაც არ ახდენენ ხოლმე. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა ერთ-ერთი პროექტი უნივერსიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალურ შევიწროებაზე. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე უნივერსიტეტში შევხვდით სტუდენტებს. ძალიან სამწუხაროდ აკადემიურმა პერსონალმა არ გამოთქვა რაიმე სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღო თუნდაც შეხვედრაში. თუმცა სტუდენტებთან, როდესაც ვისაუბრეთ და განვიხილეთ ეს თემები, კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევა არის. ასევე სტუდენტებისგან მოვისმინეთ ის კონკრეტული შემთხვევები, რაშიც ვლინდება ხოლმე ზოგადად სექსუალური შევიწროება, ნიშნებით манипуляცია, შეფასებით манипуляცია და ასე შემდეგ. თუ შეგიძლია ანა, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, რომ საილუსტრაციოდ მოგვიყვა, იმიტომ რომ ძალიან შოკის მომგვრელია.
ზოგადად საუნივერსიტეტო სივრცეში, ანუ რომ არსებობს მით უმეტეს ასე ფართოდ და საყოველთაოდ რომ არის გავრცელებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი ესეთი მოაზროვნე სივრცედ მიიჩნევა, სადაც ესით რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები და თანასწორობაც უფრო მეტად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მიღებული, გავრცელებული და აღქმული. რაღაცა კონკრეტული მაგალითები და ასევე სტერეოტიპების, რომლებსაც მივყავართ შემდეგ ამ შევიწროებამდე. კი, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ამ ეტაპზე პრინციპში არ გყავს არც ერთი სტუდენტი, რომელმაც სამართლებრივი დავა გადაწყვეტა სექსუალურ შევიწროებაზე უნივერსიტეტის წინააღმდეგ და ეს პრინციპში არის ცუდი და მათ შორის დასტური იმის, რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს სტუდენტებს და მათ შორის შესაძლებელია ნდობას არ ჰქონდეს სხვადასხვა ინსტიტუციების მიმართ. კონკრეტულ შემთხვევებს, რაც შეეხება მაგალითად, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტები საუბრობდნენ არასასურველ შეხებაზე, სექსუალური შინაარსის კომენტარების და ბრიმარკების გაკეთებაზე ლექტორის მხრიდან და ასე შემდეგ, ნიშნით მანიპულაციაზე, სექსუალური ურთიერთობის შეთავაზებაზე და ასე შემდეგ. ასეთი შემთხვევები არაერთი გქონია, თუმცა ეს შემთხვევები როგორც წესი კონსულტაციის ფარგლებში და სამართლებრივი დავა სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვაქვს, ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებ სტუდენტებს, რომ აუცილებლად იდაონ თავიანთი უფლებების დასაცავად. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც სტუდენტები არ საუბრობენ ხმამაღლა სექსუალურ შევიწროებაზე და არ სურთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს ამის შესახებ ან მიმართონ შესაბამის ორგანოს, არის სწორედ გენდერული სტერეოტიპები. სტერეოტიპები, რაშიც ყველანი ვცხოვრობთ და ყველას გვასწავლიან, რომ რაღაცები ქალებმა უნდა მოვითმინოთ, რაღაცები არ უნდა მოვითმინოთ. ხო, ეს სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს განსაკუთრებით ძალადობა გამოვლილ ქალებზე, მსხვერპლებზე, რომელმაც განიცადეს სექსუალური შევიწროება, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ საზოგადოების დამოკიდებულების და რეაქციის ეშინიათ. ეშინიათ, რომ ხმამაღლა, როდესაც დაიწყებენ ამაზე საუბარს ან სამართლებრივ დავას, შესაძლებელია უფრო მეტი პრობლემა შეექმნას უნივერსიტეტში და არ სურს ურთიერთობის გაფუჭება, ასე ვთქვათ, და მდგომარეობის გაუარესება, მაგალითად უნივერსიტეტში, იმიტომ რომ იქ სწავლა უნდა გააგრძელოს. მაშინ უნდა შეიტყვიტოს. იმისიც, რომ მე მას დაბრალდება, რომ ალბათ შენ გამოიწვი, ალბათ შენ მოიქეცი ისე, ალბათ ხო, ამისიც კი ბატონო, თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, როგორც წესი, ლექტორი, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა, ცნობადობა, ძალაუფლება, სტუდენტებს განსაკუთრებით აქვს განცდა, რომ მას არ დაუჯერებენ და ხო, რა თქმა უნდა, რომ მას დაადანაშაულებენ მომხდარში და ეტყვიან, რომ მაგალითად ესეთ გავლენიანი პროფესორი, მაგალითად ეხლა ამას არ იკადრებდა და რაღაცას იგონებს. განსაკუთრებით ყითების ტვირთს ითხოვენ ხოლმე განსაკუთრებულ სტუდენტებისგან, რაც კიდევ ერთ-ერთი ბარიერი არის იმისთვის, რომ მათ შეტყობინება არ გააკეთონ და არ დაიწყონ სამართლებრივი დავა. თუმცა ყველა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, ვინმე დაიწყებს დავას თუ არა და საჩელს შეიტანს თუ არა რომელიმე უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ისედაც სამართლებრივი დავის არსებობის პირობებში ყველა ორგანიზაცია აქვს ვალდებულება ჰქონდეს შექმნილი სექსუალურ შევიწროებაზე და ზოგადად დისკრიმინაციაზე რეაგირების მექანიზმი, დაიცვას სტუდენტები და ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სექსუალური შევიწროებისგან და როდესაც იგებს სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ, ამაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. შიდა მექანიზმის არსებობა არის სავალდებულო, რაც რამდენადაც ვიცი ამ ეტაპზე ჯერჯერობით თითქმის არც ერთ უნივერსიტეტში არ არის. გახმაურებული შემთხვევა გვახსოვს ბოლოს ლექტორის მიმართ სექსუალური შევიწროების, რაც საჯაროდ გავრცელდა და ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ ამ შემთხვევას მიუხედავად რომ ეს იყო კლასიკური შემთხვევა სექსუალური შევიწროების, სამართლებრივად არც უნივერსიტეტს არ მიუწია სექსუალური შევიწროების შეფასება, რაც ერთ-ერთი მაგალითი არის, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ უნივერსიტეტი ვერ რეაგირებს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადოდ. მტკიცებულებებზე უნდა კითხო, ანა, როგორ შეიძლება რომ დავამტკიცოთ თქვა სექსუალური შევიწროება და იგივე ფარულად მოპოვებული მაგალითად ჩანაწერი თუ შეიძლება მტკიცებულებად იქცეს სასამართლოში და როგორ? კი, სექსუალური შევიწროება ვინაიდან წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას, განსაკუთრებული, განსხვავებული მტკიცების სტანდარტი არსებობს, ტვირთი, უბრალოდ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, მხოლოდ ვარაუდის საფუძველი უნდა შექმნას მსხვერპლმა, ასე ვთქვათ, ძალადობა გამოვლილმა ქალმა, ან ნებისმიერმა პირმა და ამის შემდეგ მოპასუხე უნდა ამტკიცოს, რომ სექსუალური შევიწროება მაგალითად არ განხორციელებულა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, როგორც წესი მტკიცებულებებად გამოიყენება
რა თქმა უნდა პირველ რიგში თავად განცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე იმ შემთხვევაში თუ არსებობენ მოწმეები, არსებობ მიმოწერები, ჩანაწერები და ასე შემდეგ, ესეც გამოგვიყენებია მტკიცებულებად, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს, მაგალითად ფსიქოლოგიური შეფასება და ასე შემდეგ. გააჩნია კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, ასეთი პრეცედენტიც არსებობს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლომ დაურთო და გამოიყენა მტკიცებულებად, დაუშვა ფარული ჩანაწერი, თუმცა გარკვეული დათქმები აქვს ფარული ჩანაწერის გამოყენებას, თუ ის უკიდურესი საშუალება არის და სხვა უფრო მსუბუქი საშუალება რეალურად არ არსებობს ამ მტკიცებულების მოსაპოვებლად და თუ ეს ხდება აუცილებელი თვით დახმარების ფარგლებში, ანუ საკუთარი უფლების დასაცავად თუ ხდება ამ მტკიცებულების გამოყენება. აქედან გამომდინარე ფარული ჩანაწერი როგორც წესი გამოიყენება მტკიცებულებად, იმიტომ რომ პრინციპში თუ სხვა მტკიცებულებები არსებობს და შესაძლებელია სხვაგვარად ამ ფაქტის დადასტურება, ცხადია ისედაც როგორც წესი ფარულ ჩანაწერს არ აკეთებენ ხოლმე. ფარულ ჩანაწერს აკეთებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა ფაქტის დასადასტურებლად რეალურად აღარ არსებობს და პრინციპში ეს ინფორმაციაც რა თქმა უნდა გქონდეთ ადამიანებს იმისთვის რომ მათ უკეთ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა, მათ შორის სექსუალური შევიწროების შემთხვევებშიც. და ვის უნდა მიმართოს, ასე ვთქვათ, მსხვერპლმა ასეთ შემთხვევაში, იმ პირობებში, როცა იცით, რომ ესეთი შიდა რეაგირების მექანიზმები არ გვაქვს. კი, რა თქმა უნდა, შიდა მექანიზმი უნდა არსებობდეს ნებისმიერ უწყებაში, თუმცა ეს არ არის ერთმანეთის ალტერნატივა, რამდენიმე მექანიზმი ერთდროულად შეიძლება იქნეს გამოყენებული, როდესაც დასაქმების ადგილას ხდება სექსუალური შევიწროება, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, სადაც ხანდაზმულობის ვადა რა თქმა უნდა არ გვაქვს და ამ კუთხით შეზღუდული არ ვართ, მაგალითად 2-3 წლის წინ მომხდარ ფაქტებზე შეუძლია მიმართოს პირმა. ხოლო სასამართლოსთან მიმართებით მეორე მექანიზმი ეს არის სასამართლო, აქ აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა, როდესაც მოხდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, ან როდესაც პირმა შეიტყო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ. აქედან 1 წლის ვადაში შეუძლია რომ მიმართოს. როგორც წესი, შეუძლია რომ ჯერ ამოწუროს სახალხო დამცველის მექანიზმი და ამის შემდეგ ასევე მიმართოს სასამართლოსაც. თუ საჯარო სივრცეში ხდება სექსუალური შევიწროება, ეს უკვე არის პოლიციის ქვემდებარე და უნდა მიმართოთ პოლიციას და პოლიცია მოახდენს ამაზე რეაგირებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გზით. ანა, ძალიან საინტერესო არის და მე ვიტყოდი ჩემი მხრიდან, რომ შევიწროებას ასევე როგორც უნივერსიტეტში, ასევე ყველგან ყვებავს ქალებისადმი ზოგადად ესეთი დაკნინებული დამოკიდებულება. და მათ შორის მეც შევსწრები ვარ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება არის, თქვათ, ქალი სტუდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისადმი, ზოგ შემთხვევაში მათ, ესე ვთქვათ, ბიჭების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან თანაბარი წონა არ აქვს, არ მიიჩნევენ ისინი მოაზროვნე არსებებად, კონკურენტულ არიან მოაზროვნეებად და ყოველივე ამის შედეგი არის მათ შორის ერთ-ერთი რომ ეს პროფესია არ არის გოგოს პროფესია, ეს არ არის მაინც გოგოს საქმე და რატომ გაინტერესებს. ყოველივე ეს ან შემდეგ ყვებავს ზუსტად აი ამ შევიწროებას და სხვადასხვა ძალადობას და უკვე გადადის შემდეგ უფრო მძიმე ფორმებში. აი ანა მახსენა ფარული ჩანაწერები და ეხლა უნდა გადავიდეთ გიორგისთან, რომელიც ისაუბრებს უფრო მეტად ზუსტად იმ უწყებაზე, რომელიც და იმ პრაქტიკებზე, რომლებშიც აქტიურად გამოიყენება ეს ფარული ჩანაწერები და ფარული მოსმენები. გიორგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ის წარმოადგენს ჩვენს გადაცემაში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ უფრო მეტად სისხლის სამართალში, ზუსტად აი ამ ფარულ მოსმენებზე, მიყურადებაზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და უსაფრთხოების სამსახურზე. რატომ არის საერთოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რიგითი მოქალაქისთვის თუ ვინ გამოიძიებს კონკრეტულ დანაშაულს, დროშად პოლიცია თუ უსაფრთხოების სამსახური. მადლობა, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მადლობა მიწვევისათვის. უსაფრთხოების სამსახურები ჩვენი რეალობისთვის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მათი ისტორიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავდაპირველად ეს სტრუქტურები ფუნქციონირებდნენ როგორც კონკრეტული ლიდერების პოლიტიკური სურვილის რეალობაში ქცევები, კონკრეტული ძალაუფლების გამტარებლები, ასე ვთქვათ. და არ იყო არანაირად შეზღუდული თუ რომელ საქმეებს გამოიძიებდნენ, ვინ რომელ პირს დაუწყებდა გამოძიებას, რომელ საქმეს დაიქვემდებარებდნენ, შესაბამისად უფრო დიდი იყო უფლებამოსილების გადამეტების რისკები და
ის ისტორიული კონტექსტი, რაც არსებობდა მაშინ, გადმოყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოში არსებულ უსაფრთხოების სტრუქტურებსაც. თავისი ბუნებით უსაფრთხოების სამსახურები არიან უფრო მიდრეკილი და არგონ ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სტანდარტებით რეკომენდირებულია, რომ უსაფრთხოების სამსახურებს ისინი მიიჩნევენ როგორც საჭირო ბოროტებას, იმიტომ რომ მათ მართლა ევალებათ გამოიძიონ განსაკუთრებით სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულები და რადგან არ ხდება მათი თავიდან აცილება, რეკომენდირებულია, რომ აღნიშნულმა სამსახურებმა გამოიძიონ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი დანაშაულები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესებთან არის კავშირში, რათა ამით არ შეიქმნას საფრთხე რიგითი მოქალაქის, რიგითი ადამიანის უსაფრთხოებას და არ დაიღოს მისი უფლებები. არსებული კანონმდებლობით, არსებული განაწესით უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია გამოიძიოს ისეთი საქმეც კი, როგორიც არის მაგალითად იარაღის შეძენა და შენახვა, რაც როგორც წესი არანაირი კავშირში არ არის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ასევე მცირე კორუფციის საქმეები, მაგალითად მცირე ქრთამის ან რეინჯერის მიერ ორივე დრო მიწის გაყიდვაც კი ესეთი საქმეებიც კი მათ შეუძლიათ რომ გამოიძიონ. რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ვინაიდან შესაძლებელია უპირველესად ეს საქმეები არ არის არანაირი კავშირში ეროვნულ ინტერესებთან და არ არის ეროვნული ინტერესი და არ არის ეროვნულ უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს ეს კონკრეტული მცირე მნიშვნელობის შედარებით მცირე მნიშვნელობის საქმეები, თორე ბუნებრივი სისხლის სამართლის დანაშაულს ჭირდება სათანადო რეაგირება. ასევე არსებობს გაცილებით დიდია რისკები, რომ მოსახლეობის იმ კონკრეტული პირების უფლებები დაიღოს. ხო, რადგანაც მათ აქვთ უფრო ფართო კომპეტენცია ზუსტად ფარული მიყურადების და თვალთვალის. აი ამაზეც რო გითხრა, როგორ არის ეს მექანიზმი საქართველოში დარეგულირებული, როგორ შეუძლიათ კონკრეტულ სტრუქტურებს, რომ მოგვისმინონ, წაიკითხონ ჩვენი მიმოწერა და ასე შემდეგ. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში აღარ შედის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ეს შედიოდა 2016 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ეს სტრუქტურა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი იყო, მაშინ შედიოდა უსაფრთხოების სამსახურის ქვემდებარებაში და უსაფრთხოების სამსახურის უსი წარმოადგენდა ბუნებრივად მიკერძოებულ სტრუქტურას, რომლის საგამოძიებო უფლებამოსილებას რახან ჰქონდა, მის ინტერესებში იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციაზე ქონოდა წვომა და კონტროლი. დაადგინა ეს არსებული პრაქტიკა არაკონსტიტუციურად, ამის შემდეგ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტს გამოიყო სახელმწიფო ინსპექციის და ეხლა ჩამოყალიბდა როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ერთგვარი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გააჩნია, თუმცა არ არსებობს ის დედამხედველობის მექანიზმები, ანუ არ არსებობს მისი გაკონტროლების ის შესაძლებლობები, რაც უნდა იყოს. რომელ უწყებას ექვემდებარება ეს სააგენტო? ის დამოუკიდებელი არის, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია მასზე ზემოქმედების კონკრეტული ბერკეტები. იგულისხმება, რომ ის არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი. იმიტომ რომ სწორედ ამით დამოუკიდებლობის საკითხმა განაპირობა მაშინ არსებული პრაქტიკის და საკანონმდებლო განაწესის არაკონსტიტუციურად ცნობა. აი მაგალითად ხელმძღვანელი პირს ვინ უნიშნავს ამ სიბს? ხელმძღვანელი პირი ინიშნება კომისიის მიერ, რომელშიც საკმაოდ დიდი გავლენები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. და შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხოების სამსახურის გავლენებისგან და უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ნებისგან არ არის ეს სამსახური თავისუფალი, ამაზე ამჟამად სახელმწიფო სასამართლოში დავაც მიმდინარეობს. როგორი არის საერთაშორისო პრაქტიკა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ტექნოლოგია როდესაც არსებობს, მაგალითად მოსმენის, ჩაწერის, ძალიან რთულია, რომ ის არ გამოაყენებინო ვინმეს. ახლა ტექნოლოგიების აკრძალვის მექანიზმი მსოფლიოში ვერ ამართლებს სამწუხაროდ. მაშინ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხო ახლა ვიღაცას მაგალითად უნდა რომ გაიგოს ჩუმად მისი შვილი ან მისი ვიღაცის კლასელის ძმაკაცი, თქვათ, რას აკეთებს და ვის ელაპარაკება და რომ აი ესე არ ჩართონ უცებ ჩამწერი და არ ჩაიწევენ ადამიანები. რა პრაქტიკები არსებობს უცხოეთში ამასთან დაკავშირებით? ოპტიმალური პრაქტიკა, რაც მოგვეწონა ჩვენ კვლევისას ბალტიის ქვეყნებიდან ავიღეთ. ამჟამინდელი საკანონმდებლო განაწესით უნდა ვისაუბროთ. ამჟამად არავის არ აქვს ეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა ან ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ჩაიწეროს ვინმე, ანუ შეუერთდეს შესაბამისი აპარატი და ჩაიწეროს კონკრეტული პირი, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება.
ან არ არის გამოძიების ან არ არის პროკურორის დადგენილება თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ტარდება. პრობლემა არის ის ჩამწერები და ის მოსმენები, რომელიც არ ტარდება ამ რეგისტრაციის ქვეშ. ანუ არ არსებობს არ არის საკმარისი და სასამართლოს დადგენილებაც ხომ ჭირდება წესით ამ ნებართვას, არა? სასამართლოს განჩინება, ანუ თუ არის გადაუდებელი აუცილებლობით, ეს შეიძლება შემდეგ დაკანონდეს და თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, აუცილებელია სასამართლოს განჩინება ამ საკითხზე. პრობლემა ის არის, რომ არ არის არანაირი მექანიზმი გააკონტროლო აი ამის მიღმა თუ ხდება რამე, იმიტომ რომ არავინ არ აკონტროლებს ამ აპარატურის გამოყენება, როგორ ხდება, ვინ გამოიყენებს, ანუ არ არსებობს არანაირი აღრიცხვის მექანიზმი. შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია ამ დეპარტამენტს, ამ სააგენტოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პროვაიდერი, ეს თვითონ პროვაიდერებისგან მალულადაც კი ხდება. ნებისმიერ დროს განახორციელოს კონკრეტული სატელეფონო ჩაწერა. მაგალითად მობილური ოპერატორისგან დამოუკიდებლად. კი, არის სპეციალური აპარატურაც. ამიტომ ოპტიმალური პრაქტიკა რაც გამოიყენება ბალტიის ქვეყნებში არის ის, რომ ასავად თუ გვაქვს შესაბამისი სპეციალური კანონით გათვალისწინებული მონაცემები, ამის ასლი უნდა გადაეცეს ამ მომსახურების პროვაიდერს. ძალიან საინტერესო არის და აი ამ ფარულ მიყურადებასთან, თვალთვალთან და ზოგადად გამოძიებასთან დაკავშირებულია კერძო საგამოძიებო სტრუქტურების საკითხიც, იმიტომ რომ ამას ხშირად ვუყურებთ ფილმებში, წიგნებში, რომ არსებობს ისეთი კერძო სააგენტოები. საინტერესოა რა უფლებამოსილებით სარგებლობენ ესეთი კერძო დაწესებულებები და თუ მათ არ აქვთ რაიმე საგამოძიებო მოქმედებების, თქვათ, ჩატარების კომპეტენცია, მაშინ, რა ვიცი, რითი განსხვავდებიან ისინი, რა შეუძლიათ მათ, აი რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, მაგალითად. საქართველოში ეს სამსახურები რამდენად ვიცი ფუნქციონირებენ, თუმცა არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც ან მათ საქმიანობას დაარეგულირებდა, ან რაღაც კანონის შესაბამისობაში მოიყვანდა, შესაბამისად ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრია სამუშაო და საკანონმდებლო სფეროშიც არსებობს სივრცე, რომ ეს მიმართულება გაფართოვდეს. უცხოეთის მაგალითებს თუ მოვიყვანთ, ბუნებრივია უცხოეთში წესრიგდება სპეციალურად მათი სპეციალური კანონმდებლობით მათი საქმიანობა, მათ აქვთ კონკრეტულ სფეროებში, მაგალითად დაკარგული ადამიანის მოძიებისათვის კონკრეტული საქმიანობების განხორციელების უფლება, თუმცა საგამოძიებო საქმიანობა ამაზე პრიმატი სახელმწიფოს აქვს მხოლოდ. ჩვენ დღეს ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი თემა დავფაროთ, ამიტომ ჩვენი შემდეგი სტუმარი უკვე არის ლიკა ბაციკაძე, სახალხო დამცველის შიშიმ პირთა უფლებების დეპარტამენტიდან. ლიკა, კიდევ მოგესალმებით. ძალიან მოკლედ და ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ჯერ, რა პრობლემების წინაშე დადგნენ შიშიმ პირები ამ 1 წლის განმავლობაში, რაც უკვე პანდემია დაიწყო საქართველოშიც და შემოვიდა. და ამას გარდა ზოგადადაც რა პრობლემებს აწყდებიან, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ, დიდი განსხვავება პანდემიამ არ შექმნა იმ მხრივ, რომ ის ძველი გამოწვევები რაც იყო, ასევე ძალაში დარჩა. ანუ ისინი არც არ წასულა, უბრალოდ ახალი და კონკრეტული პრობლემები დაემატა იმას. მოგესალმებით. ეს მან გეთანხმები სრულად, რომ პირიქით არსებულმა სიტუაციამ გააღრმავა უფრო ის პრობლემები, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უკვე წლების განმავლობაში დგანან. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან მიმართებით შიშიმ თემი მაინც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შექმნილი კრიზისული სიტუაცია, სოციალური იზოლაცია თუ საკარანტინო ღონისძიებები მათზე განსაკუთრებით მძიმე დაისახება. გარდა იმისა, რომ პრობლემები გვაქვს ფიზიკური გარემოს, სერვისების თუ საკომუნიკაციო საშუალებების მისაწვდომობასთან მიმართებით, ჯანდაცვის სექტორი, განათლების სექტორი არ არის მზად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გრძნობიარე და გონივრულ მისადაგებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გადადგმისკენ. სწორედ ამიტომ ჩვენმა მონიტორინგმა მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს ამ პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შიშიმ პირთა უფლებების რეალიზების კუთხით აქტიურ ღონისძიებებს და მონიტორინგმა ცხადყო, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამით განხორციელებული ცალკეული კომპონენტების შესრულება იყო საკმაოდ პრობლემური
მათ შორის პრობლემა შეექმნა როგორც რეაბილიტაცია, აბილიტაციის, მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის პროგრამებს, დღის ცენტრის პროგრამას და ასე შემდეგ, მათ შორის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, ის სერვისები ძირითადად, რომლებიც არსებითი მნიშვნელობის არის ამ პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2020 წლის 1 მაისს მიღებულ იქნა ჩარჩო კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა მოდიფიცირებული სერვისების მიწოდების წესს, ჩვენმა მონიტორინგმა მაინც ცხადყო, რომ რიგ შემთხვევებში დისტანციურად სერვისის მიწოდება არის არაეფექტური და აღნიშნულმა განაპირობა თვეების განმავლობაში ბენეფიციარების არსებითი სერვისებისაგან მოწყვეტა და რა თქმა უნდა, მან ხელი შეუშალა არა მხოლოდ სერვისების მიღებას, არამედ უკვე მიღწეული შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხის წარმოშვა. აუცილებლად უნდა შევეხო ესმა ინკლუზიურ განათლებასაც, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იყო ინკლუზიური განათლების მიმართულებით ყოველთვის სერიოზული პრობლემები და ჩვენ სპეციალური ანგარიშიც ჰქონდა ამაზე, როდესაც მონიტორინგი ჩავატარეთ სკოლებში. შედეგები იყო საკმაოდ სერიოზული, კომპლექსური პრობლემები გამოვლინდა, თუმცა პანდემიამ დაგვანახა ის, რომ გაცილებით სერიოზულია ის პრობლემები ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რომლებსაც აწყდებიან CSSM მოსწავლეები თუ სტუდენტები. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რესურს სკოლებთან მიმართებით, რომლებიც ძირითადი აქცენტი უნდა იყოს ალბათ ჩვენი ამ პერიოდში, სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ცალკეულმა სუპერვიზიის ღონისძიებებმა, რომლებსაც ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი, ცხადყო, რომ პრობლემას წარმოადგენდა ბავშვების ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში, მაგალითად სტატისტიკისთვის რო ვთქვათ, 540 CSSM მოსწავლიდან სკოლა-პანსიონებზე არის საუბარი, 12 ბავშვის ჩართვა ვერ მოხერხდა, რომლებსაც მძიმე და ღრმა მრავლობითი დარღვევები აღენიშნებოდათ, განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სენსორული შეზღუდვისა და ქცევითი შეფერხების მქონე მოსწავლის მშობლები, ვინაიდან ისინი მომზადებლები შეხვდნენ ამ პროცესს და არ იცოდნენ, როგორ უნდა ემართვათ ბავშვის ქცევა სახლში, როგორ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართულიყვნენ ისინი. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა ციფრული ინფრასტრუქტურის, საკომუნიკაციო საშუალებების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში არის ამ კუთხით მძიმე ვითარება. პროფესიულ სასწავლებლებს რაც შეეხება, მოხდა გარკვეული კომპონენტების იდენტიფიცირება, რომელთა დისტანციურად მიწოდებაც იყო შესაძლებელი განათლების სამინისტროს მიერ და გარკვეული შეხვედრების ჩატარდა მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, მათ შორის რეგისტრაციის პროცესის წარიმართა ჩვეულ რეჟიმში და გამოვლინდნენ საჭიროების მქონე სტუდენტებიც და ალტერნატიული ფორმით იქნა შეთავაზება ტესტირება, თუმცა მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს როგორც დისტანციურად სასწავლო პროცესების წარმართვა, ისე ადგილზე, იმიტომ რომ მაინც გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან სტუდენტები, განსაკუთრებით ეს არის ვთქვათ, როგორც ვახსენე უკვე საკომუნიკაციო საშუალებების თუ ინტერნეტის პრობლემა და ძირითადად მხარდაჭერა შემოიფარგლება ხოლმე IT სპეციალისტის დახმარებით, ან ვთქვათ ლეპტოპის დროებით საკუთრებაში გადაცემით, როგორც მასწავლებისთვის, ისე სტუდენტისთვის და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული სისტემურ და სრულყოფილ მიდგომად. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს რაც შეეხება მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ესაც მნიშვნელოვანია, რატომღაც ნაკლები აქცენტი კეთდება ხოლმე, არა და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ საფეხურზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები საკმაოდ ბევრ დაბრკოლებებს აწყდებიან. პანდემიის პერიოდში დღის წესრიგში დადგა ის გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო ონლაინ ბლენდირებასთან დაკავშირებული სასწავლო პროცესებში გარკვეული ცვლილებების შეტანასთან, ასევე გარკვეული სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებასთან, რათა ისინი მისაწვდომი ფორმატებით ყოფილიყო ყველა სტუდენტისათვის მისაწვდომი იქნებოდა ეს თქვა საგამოცდო ფორმატები, მასალები თუ ასე შემდეგ. ამიტომ უმაღლესი განათლების კუთხითაც მნიშვნელოვანი არის, რომ გადაიდგას არსებითი ნაბიჯები და გონივრულ მისადაგებაზე დაფუძნებული მიდგომით მოხდეს ამ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება. უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ჩემი სტუდენტობის შემდეგ სამწუხაროდ და ბევრი არაფერი შეცვლილა. სახელმწიფო პრინციპში არ უყურებს და ვერ ხედავს შშმ პირთა და შშმ სტუდენტთა ინკლუზიას უმაღლეს განათლების უმაღლეს საფეხურზე. და პრაქტიკულად ყოველ ახალ სტუდენტს უწევს ხელთავიდან ადმინისტრაციებს აუხსნას რა ჭირდება მას შესაძლოა პროცედურული ღონისძიებები არის ძალიან პრობლემა სტუდენტებისთვის. რაც შემთხვევებში მე რო სტუდენტი გავხდი, ჩემთვისაც თავდაპირველად სანამ გავარკვევდი პრობლემა იყო, მაგრამ განსაკუთრებით როცა ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას ადამიანი და
ინფორმაციაზე ცდომა ფაქტიურად არ აქვს და საკმაოდ გართულებულია, მათთვის ორმაგი სტრესია. ამიტომ ვიზიარებ შენს პოზიციას. და ყოველი რაც თავი არ არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება, იმიტომ რომ არ არიან მისაწვდომობაზე პასუხისგებელი პირები და მაგალითად ეხლა სადაც მე ვსწავლობდი, იქ ეხლა ისევ უსინახლო სტუდენტი სწავლობს, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე. და მას ხელთავიდან უწევს ყველაფერი იმის ახსნა, რაზეც თავის დროზე თქვათ მე ვსაუბრობდი და მე მქონდა ადმინისტრაციასთან რაღაც მოლაპარაკებები. ამიტომ ეს მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი არის საქართველოში ზოგადად საკმაოდ მაღალია უმაღლეს განათლებაში მიმავალი ადამიანების წილი პროპორციული და მნიშვნელოვანია რომ შშმ პირების წილიც ასევე იყოს მაღალი იმისთვის რომ რეალურად რაღაცა თანასწორობას მივახციოთ. საინტერესო არის კიდევ ლიკა ის რომ იგივე კოხლეარული იმპლანტანტების ესე იგი გადაცემა და ოპერაციებით შეფერხდა კი არა საერთოდ პანდემიის დაწყების შემდეგ აღარ გაკეთებულა და ეს რიგებს აჩენს უკვე ესმის არ ქონდეს მენადაქვეთებულ პირებში და ეს რამდენად გამოსწორდა მაინც, იმიტომ რომ პანდემიურ რეჟიმში ჩვენ შეიძლება კიდევ ერთი წელი ვიყოთ და ეს პროგრამები სწრაფად თუ არ დაინერგა და თუ არ გაუკეთდა ადამიანს თავის დროზე და რეაბილიტაცია თუ არ გაიარა, ის უკვე ეფექტური აღარ არის ეს იმპლანტი. კი, ეს მაგეთახმები, სწორედ რომ ვახსენე ეს მოდიფიცირებული ის ჩარჩო კონცეფცია, რომელმაც უნდა მოიცვა სხვადასხვა სერვისები, ერთ-ერთი სერვისი იყო სწორედ ეს კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა. თუმცა ჩვენ ბოლოს რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ცხადი გახდა ის, რომ სახელმწიფო ჯერჯერობით მაინც არის შეფასების ეტაპზე, ანუ მაინც ფიქრობს იმას, რომ სადაც თქვათ ოპტიმალურად იქნება შესაძლებელი ნაკლები რისკით ამ სერვისების განხორციელება განხორციელდეს, თუმცა სადაც არის გადაუდებელი რისკი, მოხდეს იმ სერვისების მოდიფიცირება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი პრობლემებს ვაწყდებით პრაქტიკაში და შერაც თქვი, ერთ-ერთი პრობლემა არის სწორედ ეს, რომ მომლოდინეთა რიცხვი იზრდება, ამ ადამიანებს სჭირდებათ დღეს ეს სერვისი გადაუდებლად და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის აღნიშნული ბრძანება და რეკომენდაციები დაეგზავნათ სერვისის მიმწოდებლებსაც, დამეთანხმები ალბათ, რომ პრაქტიკაში ერთია ხოლმე რა არის თქვათ გაწერილი და მეორეა ის როგორ ხდება მისი აღსრულება, ხო? ამიტომ ამის აღსრულების კუთხითაც არის სერიოზული ხარვეზები. ჩვენ ამჟამად მუშაობთ, სახალხო დამცველი მუშაობს პანდემიის გავლენა ადამიანის უფლებებზე ამ ანგარიშზეც და აი ამ ანგარიშიც იქნება დეტალურად შეფასებული ამ ყველა კომპონენტის და განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ შორის იქნება ეს კომპონენტებიც. ძალიან საინტერესო იქნება ეს ანგარიში და იქ ალბათ ისიც მოხდება. პრინციპში დავინახეთ ჩვენ პრიორიტეტები სახელმწიფოსი რა არის, როდესაც პირველ რიგში პანდემიის დაწყებისთანავე დაიხურა პირველ რიგში სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე პირველ რიგში შემცირდა, მაგალითად ქუთაისის მაგალითზე ვნახეთ, ეს პირველ რიგში შემცირდა სწორედ შშმ პირების აუტიზმის მქონე ბავშვების დაფინანსების პროგრამა და ეს არის ძალიან სამწუხარო პირველ რიგში ამ ადამიანებს აზარალეს ამ შემთხვევაში. თუნდაც ანტიკრიზისულ ეკონომიკური გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრის დროსაც გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ ქონდა კომპლექსური ხედვა და ერთიანი პოლიტიკა, როდესაც მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და შშმ ბავშვების ინტერესები გაითვალისწინა, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირებიც საჭიროებენ მხარდაჭერას და ასევე უნდა აღინიშნოს აუტიზმის მქონე და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც შეფასების სოციალური მოდელიდან გამომდინარე არ აქვს სტატუსი მინიჭებული და რიგი სერვისების მიღმა რჩებიან, რაც არის ძალიან სამწუხარო და სახალხო დამცველი მუდმივად ცდილობს ამ საკითხის ლობირებას. კი, ნამდვილად ვიცით, რომ თქვენი აქტიურობის შესახებ ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს. ლიკა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდები, რომ რა თქმა უნდა მარტო ჩვენი პროფესიით და ჩვენ სამსახურით გვაქვს, იმით არ ვართ ხოლმე დაკავებულები და შენც მათ შორის აქტიურად ხარ ჩართული ცხოველთა ასე ვთქვათ უფლებების დაცვის სხვადასხვა აქტივობებში, ზოოპარკების წინააღმდეგ, ცხოველების მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუ შეგიძლია მეტი რომ გვითხრა ამაზე და რა კავშირში არის ცხოველების, ესე იგი, კეთილდღეობის დაცვა ადამიანის უფლებებთანაც. აქ არჩევანის თავისუფლებას ხო არ უზღუდავთ ადამიანის მაგალითად?
ეს მადლობა, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და სენსიტიური თემაა და სიმბოლურიც არის ფაქტურად ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ 10 დეკემბერს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის დღეა, ცხოველთა უფლებების დაცვის დღეც არის, რომელიც სიმბოლურად ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ხელმოწერიდან 50 წლის თავზე დაწესდა და ხაზი გაუსვა სწორედ ამ აქტმა იმას, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველები საკუთარი უფლებების ლობირებას ვერ ახდენენ, ადამიანებს გუმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. ჩემთვის პირადად ადამიანის უფლებებსა და ცხოველების უფლებებს შორის არის მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები არის ბევრად უფრო კომპლექსური, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მაგალითად, აღნიშნული მჭიდრო კავშირში არის ისეთ პრობლემებთან, როგორებიც არის შიმშილის კრიზისი მსოფლიოში, სუფთა წყლის დეფიციტი, ზოოზონური დაავადებები და მათ შორის ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის წინაშე დღესაც ვდგავართ. ეკოლოგიური პრობლემები, მდგრადი განვითარება, სხვათა შორის მნიშვნელოვანია კრიმინოლოგიური ასპექტებიც, იმიტომ რომ ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობის იდენტიფიცირებას ადრეულ პრევენციას შესაძლებელია ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი პრევენციული ეფექტი სხვა კრიმინალური ქმედებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ამერიკის ჰუმანური ასოციაცია არის, რომლის კვლევის თანახმადაც 13% შინაურ ცხოველებზე ძალადობისა კომპლექსურად დაკავშირებულია ოჯახური ძალადობის შემთხვევებთან. ანუ ერთი შეხედვით შეიძლება ვერ დავინახოთ ასეთი მყარი ბმა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალადობის ერთ-ერთი ფორმა ოჯახის წევრზე არის სწორედ შინაურ ცხოველის მიმართ გამოხატული სისასტიკე და ეს გარკვეული დაშინება, შანტაჟი, მუქარა, იძულება, რომ ვთქვათ, სიცოცხლის საფრთხის ჩაგდების ხარჯზე ამ არსების აიძულო მეორე ადამიანს გააკეთოს რაიმე მოქმედება. აი ამერიკაში ამ კუთხით უფრო მეტი კვლევები ტარდება, საქართველოში კონკრეტულად აი ეს მიმართულება, მაგალითად მე არც ერთ კვლევაში იდენტიფიცირებული არ მინახავს, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ ყურადსაღები ფაქტორია. მოდით მასში არის სასტიკად თუ ეპყრობი ცხოველს, მე ადამიანსაც უფრო მარტივად დაუშავებ რამეს ალბათ. ამაზეც არსებობს გარკვეული კვლევები, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს, თქვათ, იმისი უფლება, რომ სხვადასხვა კვლევები ვნახოთ, შევაჯეროთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ, ხომ? ამიტომ ჩემი დაკვირვებით ეს საკითხები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია მინდა ვახსენო, რატომღაც დღეს მიდის ხოლმე დისკუსია იმ საკითხზე, რომ ცხოველებს არ აქვთ უფლებები. ანუ ეს დეკლარაცია ჯერ კიდევ 1977 წელს იქნა მიღებული და საზოგადოებამ, საერთაშორისო ცივილიზებმა საზოგადოებამ მათი მიდგომა უკვე ცხოველებისადმი ამ დოკუმენტით გამოხატა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება ეს დოკუმენტი, როგორებიც არის ადამიანის სახეობის მხრიდან სხვა სახეობების პატივისცემა, ანუ ეკოლოგიური წონასწორობის, ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში მათ აქვთ თანაბარი უფლებები მინიჭებული, რომ იყვნენ დაცული არასათანადო მოპყრობისგან, ძალადობისგან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი აქტივიზმის მიზანი ესმა, როგორც შენახსენე, არის სწორედ ეთიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ცხოველების მიმართ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და რა თქმა უნდა, ქმედითი, პასუხისმგებელი სტრუქტურებისადმი ხმის მიწვდენა, იმიტომ რომ საქართველოში ამ კუთხით არის ძალიან ბევრი პრობლემები, როგორც კანონმდებლობაში, ისე კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების კუთხით და სამწუხაროდ აქტივიზმის გარეშე არაფერი არ გამოდის და მე ღრმად მწამს ამისი, რომ ეს აქტივიზმი აუცილებლად გამოვიღებს შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ არც მსხვერპლ შეწირვის აკრძალვის კუთხით, არც საცირკო წარმოდგენებში შინაური თუ გარეული ცხოველების აკრძალვის კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას, მე და ჩემი თანამოაზრეები და საერთოდ ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვინარჩუნებ იმის რწმენას, რომ აუცილებლად მივალთ ეფექტურ შედეგამდე. ჩვენ უკვე გადაცემის დასასრულს ვუახლოვდებით. მინდა გიორგის და ანას ვთხოვო, რომ თქვენი სიტყვებით, თქვენი აზრით გითხრათ, რა არის ახალგაზრდებისთვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ჩემი აზრით ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით არა მხოლოდ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ გიორგის გაიღება ეთყობა გიორგიც ავარავდოთ ამის თქმას აპირებდა. კი, განათლება არის ყველაფრის საწყისი, მათ შორის უფლებების ეფექტურად დაცვის, მათ შორის არის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის და ასე შემდეგ გამართული სამართალდამცავი სისტემის მათ შორის გარანტი. განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება და ხარისხიანი განათლება მათ შორის რა თქმა უნდა გულისხმობს გენდერული სტერეოტიპებისგან დაცლილ გარემოს და გენდერული თანასწორობის წახალისებას და ხელშეწყობას. სხვა შემთხვევაში და აქ საუბარი არ არის მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე, საუბრობ სკოლაშიც.
განათლებაზეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი დღეს განათლებაზე ხელი არ მიუწვდება განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და მე პირადად გამოვყოფ განათლებას როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. დიახ, მე გავითანხმები ანას ეს მე მგონი სხვა ანალოგიურად მნიშვნელოვანი თემის მოფიქრება ძნელია რა ახალგაზრდებისთვის დღეს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი უნდა იყოს. ერთი რაც დავამატებდი არის ის რომ განათლება არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ მაქსიმალურად გლობალურ გარემოში შეეცადონ ახალგაზრდები რომ ჩამოყალიბდნენ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანებად და განათლება არა მხოლოდ როგორც შემოწინააღმდეგო სკოლაში და უნივერსიტეტში, არამედ უნივერსიტეტში შემდგომაც მთელი ცხოვრების მანძილზე. რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ადამიანის უფლებების და თავად პერსონალური უფლებების დაცვისათვის. ჩვენ წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს საქმიანობაში, ლიგას კი დაუსწრებლად მის საქმიანობაში და ერთი კვირით ჩვენ კი დაგემშვიდობებით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.